საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 200 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველ ნივთიერებას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიცავდა როგორც ჰეროინს, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერებას დიაზეპამს. ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება თავის მართვის ქვეშ ყოფის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთში მოათავსა და 23 სექტემბერს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე უვადო თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.